კაცია მოდი, გაიცანი. ეს არის ტატო, ეს არის უკა. თათია გაიცანი. რო დაველაპარაკო? დაველაპარაკო? არა. რატო გონი არ გამომივა? არა, გამოგივა, როგორ არ გამოგივა, უბრალოდ რაღაც სხვანაირი ბავშვია, ემოციური, თან ჯანმრთელობის გამოც და შეიძლება უფრო გაღიზიანდეს რა. სტილისტი ვინაა? ის მე. თქვენ ხართ? დიახ. რა იყო დღეს ისწავლეთ? ნუ? არ კიდია ვინმისთან ერთად იქნება, შენ თუ გართობა გინდა გაერთე რა. იცი რა, არ მკიდია. ხო, არ მკიდია. კი, ვაფშე არ მკიდია. არ მკიდია. ეტი არა. ნენეს ამბავი მაინტერესებს ზანების რა. დღეს რომ უნდა მოვაყოლო ყველაფერი ხალხში. პაჟო. სასასობროდი? არა, სასასო. რა? ვიკა! ვიკა! გაუღო? და დღეშია რა უნდა მდილავთები. ვიკა! კარი გამიღე. იდიოტია, მაინდა იდიოტია შეხრის ახლა მთელ სამეზობლოს ეს ვიკა! ვიცი რომ სახში ხარ, კარი გამიღე. უთხრალია რა? ალია ბრა. ვიკა, კარი გამიღე მეთქი. არ არის ეხა ეს აკეთებს რა გავაკეთე. რა ეთქეს ახლა გავაკეთე, ისეთ ამბავს აუწერე. ხო, აბა რა გავაკეთე? ვიოლეტა! ჩემი ტელეფონი ადგილი ტელეფონი. შუნდა დავა. ცოტა დაიჭე. კარგი ჩუბაჩუ. ვიკა, ვიცი რომ სახში ხარ, ვიკა. გამიღე რა. ვიკა! აუ, ვიკა, გამიღე. დავიდა. აი იცი ხა დროზე არ მოიჭირა გავიჩი ხო ეს. ვიკა! აჰა. ეს დაბრმავებული ამიჩი სიყვარული. დაბრმავებული კი არა იდიოტია ხა. აი. აუ სუდანია. რა გავაკეთე ეხლა პასპორტი. მოვიანდება ის. რა უთხრა მე იცი. მე რა მოგხარ მეზობლმა წყალი ჩამოუშვა. კარი გამიღე რა. ხო რუსუდან. სათხარ გოგო, რამდენი ხანია გირეკა ხომ მშვიდობა? კი, მშვიდობა უბრალოდ მეზობელმა წყალი ჩამოგუშვა და იქ ვიყავით. უი, რას მეუბნები? მე სალონში მეგონეთ. არა, ჯერ ვერ გამოვედით, აქეთ-იქით დავრბივართ და. კაი, ნენე ხუა იქ.
კი, ნენე იქ არის. კაი, მიხედეთ თქვენ მაგას და დაურეკავ მე ნენე. კარგი, კაი რესთან. უპირველად მოვატყვე რუსუდანი რა. ალო. ნენე, სალონში ხარ? კი, ვიკა, რა იყო? მე და ელენეს გვაგვიანდება. ვა, როგორ მოხდა? მომისმინე ახლა კარგად. ვიოლეტა! იცი რა, ჩემი კლიენტები მიიღეს შენ. ვისაც ვერ მოასწრებ, ხვალისთვის გადაუტანე, კარგი? ოკეი. აი, თუ რამეა დამირეკე. მაიმი, კარგი. კაი. ვიკა, იცი როგორ მიყვარდა? Здорово. რა შვები დადო? უცოდა დამაგვიანდა რა. აი დაიგიდე. წერა გასული რავი არავინ არ არის. მე რა პონტია თო? აი ხანდახან მეც არ მოვდივარ პონტის ფრაზე. ეს პოს რაღაცა. პანც ხასიათზე გამეღვიძა და მოვედი. რატო რა მოხდა? აი არაფერი ისეთია სვეჩქა. აუ თქვენ რა გაატარეთ რა საქმე რა. რა გავაკეთოთ, მაო არ შემილია რა მივიდივარ სახში დავლილი და ის კიდე ხანსა წავიდეთო და აბა რა გინდა სახში ხო არ იჯდება სულ და მაგრამ არ შემიძლია რა მაგის ვიღაც დაქალების ის დაბადების დღეებზე სიარული რა არ არის გაიგე რა ეხლა ჩემზე და ზუკაზე რო იგივე კითხავს არ გაგიტყდება ვარ ვიცი დადო ნახოთ რა რა გინდა თქვენ გუშინე აუ ბიჭო მართლა გუში რა მე რო ვამბობდი ხო იცი თეკო თავის დაქალთან ერთად გაიჩნდება მეთქი ის დაქალი ვინ გაიჩნდა იცი თათია ვინა თათი აი ზუკას რო უყვარს აი გადაო არა რას ხადაოს როგორი პონტი იყო იცი ფილმებში რო ხდება ხო იცი რო არ ელოდები და უცებ რომ მოდის და ამან რა ქნა ბიჭო არაფერი თავიდან დაიძაბა რა ცოტა რა და მე არ გადაწავიდა ვაფშე დაიგრუზა ხო ამ გამოვაშტე რა ხელად დებილი წავანდები ბიჭო მე რაღაც თეკოსაც ველაპარაკე რა გავარკვიე რა და ბიჭო რა ვიფიქრე ვიცი აი ხო ჟურნალისტია ხო და ბიჭო რაღაც ის არის ჟურნალია რა პოლიტიკა და ბიზნესი თუ რაღაც ეგრე ქვია რა და რაღაც სტატია რო შევუკვეთოთ რა და ზუკასაც თან დავაჯახებთ რა თათიას რა ბიჭო ძალიან კაია ეგ მარტო ზუკასთვის კი არა ჩვენი კომპანიისთვისაც ძალიან კაია ხო და მე უთხარი რომ ნომერი გაიგე მეთქი რედაქტორის თქო რა და ეხლა დავურეკავ და გავარკვევ რა თუ გაიგო დიახ როდის გნებავთ? ლანზეკ. კარგი, საათი მითხარით? 12-ზე. კი ბატონო, კარგი დროებით. კლიენტები შევეთ. მართლა გილოცა. ვაიმე, მეგონა რომ ეს სახლი აღარასდროს არ გაიყიდებოდა. აი, რატო? მე ჯერ ხო არავის არ მოწონს და მე ორი თვე არ ამ გამოჩენილა. და რა უნდა ქნა? მოკლედ რომ გითხრა, უნდა დავათვალიერებინო და შევუქო ეს სახლი. საინტერესოა. ხო, აი ძალიან. თან ყველა კლიენტს ხო სხვადასხვანაირად უნდა ესაუბრო და რა როგორ თქვა უკვე აღარ ვიცი. თან ამ სახლზე. აუ, დამაინტერესება, როგორი სახლია? ორსართულიანი, აგარაკია ძალიან ლამაზი. და წამოდი შენ, ხოლმე იცოდე რას ვაკეთებთ? მე? ხო, წამოდი. ერთი-ორჯერ ჯეიც მყავდა, მაგრამ ნუ ამას რა თქმა უნდა არ მოწონა. და მე რა აქ მიქნება? ვაიმე, ერთი კვირა არ მყავდა ოფის მენეჯერი, მაგრამ რაღაცნაირად გავწელით. კაი, მე სწამყო. ძალიან კარგი. ოღონდ დოდო უნდა გავაფრთხილოთ წინ. ხო, ეგ გავუცხადო. აუ გოგო ვერცუთი მოდით რა. რატო? რაღაც მინდა რომ გითხოთ. ბარაში დაგეხმაროთ? რაში და დღეს არის ჩემი ცოლის დაბადების დღე. მაგრამ აზზე ვერ მოდივარ ავაჩუქო და. გააჩნია რა უყვარს. ისე გილოცავ. მეც გილოცავ სამკაული, რა თქმა უნდა. არ უყვარს ეს სამკაულები არ ხმარობ საერთოდ. ნო, მაშინ არ ვიცი. რამე წიგნი რო შეურჩიო? წიგნი? წიგნი შეიძლება, ხო. თავისი სფეროდან გამომდინარე, ინტერესებიდან. ანუ კინომცოდნეა. ხო და მარტივად უყიდე წიგნი ჩაპლინზე. ვაიმე, შენ ჩაპლინის მეტი არ იცი. აუ, ვიცი, მოიცადე?
ოპ. ეს ხო რუსთაველზე ეს მაღაზია, ხო? ხო, და ვაში წავიდე ახლა პირდაპირ თუ დაურეკო რომ გადამიდონ და ხო, მაინც და მაინც ამ წიგს იყიდიან 20 წუთში. ხო, ისე პრინციპში ვართელი. მადლობა დიდი. არაფერს. გადაგეხადოს. გამარჯობა ბავშვებო. მაგა დღევანდელი შეხვედრები გამეუქმე და ხვალ ჩამისვი პრინციპში ნებისმიერ დროს. რა იყო მარიკა? ქალბატონო დოდო. წეხა საუბრობდით მე და მაკა და ვიფიქრე რომ ხომარჯობია საქმის უკეთ გაცნობისთვის, რომ ერთხელ გამომყვეს გასვლით შეხვედრაზე. ხო, პრინციპში არაფერი არ მაქვს აწინააღმდეგო. კი ბატონო. შენ როდის გაქვს შეხვედრა? ხვალანზე კაი დამიზუსტებენ დღეს. ხო, ძალიან კარგი. გამიუქმე ხო? კი. კარგი. მეც მინდა რომ რაღაც გთხოვოთ რა. არა, მე მინდა რომ ცოტა ადრე წავიდე დღეს, იმიტომ რომ ჩემი ცოლის დაბადების დღეა და კარგი, წადი. დიდი მადლობა. კარგი, წავედი ბავშვებო, თვინმე დარეკავს ჩაიჭირა. აუცილებლად. კარგი. მაგა. კოტე სალადის ფურცლები კიდე მოაყარე. კარგი. ბალზამიკოს გარშ, ხო? ხო. ალო. დისმე. გიორგი მუშაობ, წავედი. გიორგი დაღლილი არ იქნები? რაზე უნდა მოვაყალოთ? ნუ მაკვირვებ რა. არ ვიცი გიორგი გვიან. არ ვიცი ნახოთ. გიორგი წავედი რა მუშაობ, ბების საქმე მაქვს. დიახ, გადიხარ უკვე. სად გავდივარ შეკვეთას ველოდები? აი 2 წუთი დაიხლა რა. აუ, კარგი რა. ყველანი აქვთ? ავი კი. დღეს საღამოს სამსახურის მერე გთავაზობთ რომ ყველა დავჭერთ და გავერთოთ. ვა, მაგარი. აუ, ვერა მაჩოს სახში უნდა წავიდე. აუ, ვერც მე ვერ დავრჩები. 2 ღამეა არ მიძინია და ცოტა უნდა გამოვიძინო რა. კარგით რა ხალხო, სუმშაობა ხო არ შეიძლება რა, გავერთოთ რა. აუ, კოტე, რა დროს სილია? მართალია, თან ყოველდღე ხო არ ხდება ესეთი რაღაცეები. აუ, მე ზუსტად ვიცი რომ დავრჩები, თან ისეთ ხასიათზე ვარ, ძალიან მამინდა მაგრად. ხო და მაგრად გავერთობით. აუ, მართალია, დავრჩეთ რა. მე ვჩები. აუ, კაი, მეც დავრჩები. პრინციპში მე მაინც არ დამეძინება და სახში რა უნდა ვაკეთო. მეც ვrčები რა. ეგრე რა. ესე იგი ოკეი იყო. ძალიან კარგი. მაშინ ახლა საქმეს მიხვედოთ, ხო? რა ქენი კოტე? აი, მზად არის და შეგიძლია წაიღო. ისე როგორ შეიცვალა რა? მაინჩო ხო? ო, კარგი გოგოა, მაგრამ აი საქმეს კარგად თუ არ გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამთან თვალს გამოვიდრის. ლიჩკა! რა შვები? რა შვები და უძელაშვილის ისტორიას წერ თავიდან რა, აღარ შემიძლირავ. დადა, უცხოეთში მიდის და უნდა წავიღო. და წაიღოს მერე. ვისმია გოგო უცხოეთში ისტორია? просто წიკიანია, რამე რო დამემართოსო, იქო ხო უნდა იცოდნენ. და არ უნდა იცოდნენ? რა უნდა იცოდნენ, სოფო? 2 ჯერ რო გაიკეთა ეკოსკოპია და თან არაფერი რო არ ჭირს, ისე პროფილაქტიკისთვის. ხო, რავი, მაშინ ხო. ხო და მაგაზე მეშლება ნერვები, თორე დავწერ კი არ მეზარება. მოიცე კაცო რა უნდა მოგიყვე. აბა გისმენ? ანუ ქეთის მაგივრად რო გოგო მოიყვანის ნახე ხო? არა, არ მინახავს. შენ მართლა არ მინახავს? ნუ არ შემხოდრია არსად, ეხა სპეციალურად არ შევსულვარ მაგის გასაცნობა. მოკლედ, გუში მაგის Facebook გვერდზე შევდი. კარგი რა სოფო რა, ეხა აი რაში მაინტერესებს მაგ გოგოს Facebook გვერდზე. გოგო რა რაში გაინტერესებს? ყველაფერი უწერი აბსოლუტურად. ესე იგი, ვისთან ერთად იმოგზაურა, ვისთან ერთად იყო, სად წავიდა, ვისთან დაჩექინდა? ნუ მერე რა. გოგო, პროსტა გიყვები. ნუ კაია ესეთი აქტიური როა. ხო, ანუ ეტყობა, რომ ჭკვიანი და განათლებული გოგოა. ხო და მაგ გოგოზე ჭორაობა შენ ის მითხარი ბაერაშვება. რა ვის უწუწუნებს? რატო ძალიან ცუდად არის ქალი? ხო, ძალიან ცუდად არის და ძალიან გადაღლილია რა. აქეთ თალიკო იყო, იქით ბებია მისი. ყოველდღე დარბის, იქით აქეთ დამხმარეც არავინ არ ყავს. მე ვთხარი ნუწუწუნებ, იქნებ ეხლა მაინც გახდა მეთქი. მე როგორ გაწვავდა ეს გოგო რა და დაბრუნებაზე არ უთქვამს არაფერი. კი, კაცო, დაბრუნდება აბარასიზამს, თან ხო იცი უხელფასოშია. აი, ტიტოლი მახსენდება, ეხლაც ძალიან ბრაზდები რა.
იცი რა მითხრა? სამსახურზე მეტად თქვენ მენატრებითო. აი მე რა საყვარელია. აი ზან. კაი, ეხლა შენ მითხარი შენ რა შვები? მე რასვის ამ გახოწამი ნერვები მაქვს მოშლილი. რატო სოფო? ყოველდღიურად რომ მახსენდება, რომ ქუნა მოვიდე, უკვე ნერვები მეშლება რა. კარგი, რაღაცა ზედმეტად ნერვიულობ და განიცდი რა, არ შეიძლება. აბა რა ვქნალია? რა და როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, დაიკიდე რა. არა, უკვე ვეცებ სხვა რამეს. აი, რამე გამოჩნდება თუ არა, იგრევე წავალ აქედან. ნუ დაიწყე ეხლა. მართლა გეუბნები, შანსი არ არის, ჩემი ფეხი აღარ იქნება. წესიერად შენ ეხლა. ვერ ვიშორებ ამ საგებავს. მე კიდე ისე მტკივა თავი დილიდან, რომ აი ვერ ვიჩერებ რა. აუ თავი მეც ისე მტკივა და ორი გამაყუჩებელი დავლიე. მე გამაყუჩებელიც არ მიშველის, ის დეგენერატი როგორ მიშალა ნერვები. კაი ერთი დამშვიდი რა, რას იშინე მაგის გამო ნერვებს რა. აი მართლა უნდა ამერიკა პატმუში და მე ნახავდა რა. მე გაგვერეკა. ხო. აგამშვიდობა. რა გინდა? ისე რა, რას ქვია რა მინდა? თმის ჯეჭი რა მინდა და მოვედი, არ შეიძლება. ეს ვერ არის კარგად რა. მე ძალიან ტყუილ მიყურებ, იმიტომ რომ კლიენტს ველოდები და ვერ შეკაჭრი. მე არ შეკაჭრი. Хорошо. აი დავჯდები. ვინმე რომ მოისლის, შემბრიჯებს რა. ეხა კარგად მომისმენე, ადექი და გადი. არც მე, არც ელენე და არც არავინ აქ მას არ შეგაჭრი. ეხლა ადექი და გადი აქედან. კლიენტები უნდა მოვიდნენ და ხელს მუმიშლი მუშაობაში. ადექი. რატო უნდა წავიდე? ვერ გავიგე, მოიცა ეს კაცი ვინ არის? როცა ეხლა ადექი. გაჩუმდი ადექი და გადი. რა ხდება? თვალი მოვიდა და თმის შეჭრა უნდა. შენ აქ სიმონას ბუტკა ხარ გონია? აუ მოიცა იცი რას გეტყვი ახლა? თუ სიმონაზე მაგარი ხარ, ადექი და შემკრიჭე რა. გიჟია რა. ხო რა ვიცი, დედა შენი აკეთი კი დაკანკარებს, ვერ გავიგე ჩემი შვილი ისეთი მაგარი პარიკმახერია ქალაქში. შენ ხარ საწყალი, ადექი და გადი ახლა აქედან. დედას გეფიცებ თუ პატრონს არ დაუდგე. გადი ახლა. შეგიდე ნუ გამიხურე რა. აი მოიცა მოვიდა პატრონი. აი მე რა მოდნად მინდა თმის შეკრეჭა. არ შეიძლება, თქვენ კიდე არ ამგრიჭავთ. აი რა გავაკეთო, დამიჭერე. აუ გადი ახლა დროზე. გადი. გადი. არ გავო რა. აი ნუჩხუბობთ ხალხო. მომეცი მე შევჭი. ნენე. აი საღო. აბა რავი შევჭერი. იცი რა მგონი თმას შესაძლებელი არ გაქვს და აი კაი მოდნი პრიჩოსკა რო დავეტყათ არა? მოდნი? აუ იცი როგორი მინდა? აბა როგორი? აი იმენა ეხლა ქალაქში რო არის ხოჩი რა. იმენა ქალაქში რო ხოჩი ეგეთ პრიჩოსკას დავირთო. აი ზედა ხარ არ ჩამოხვიდე რა. არ ჩამოვალ. მოხვედით დე? ხო, დავწერე და მოვედით. თათა როგორ ხარ? არა მიშავს თქვა როგორ გზანდებით. დე რა ქენი? რავი, კარგად დავწერე. ყვაყოფილი ვარ ძალიან. ხო, მე კაია. შენ თამთა? ცუდად. ერთ საკითხი საერთოდ ვერ მოვასწარე. და მე რა იცი, იქნება დანარჩენი საკითხები დაწერე კარგად. არ მგონია რა. კაი რა ნუ ნერვიულობ ახლა წინასწარ რა დარწმუნებული ვარ რომ ორივე კარგად დაწერდი. მეც მაგას ვამბობ და ისმის. არქშია? ოკეი. გაჭირ. ან არის? არა, საყიდლებზე გავიდა. ოკამ დარეკა დილით. თუი. ხო. რა, მიკითხა? აინტერესებს რა სიზამ. ხა და დაურეკავ ახლა და ვეტყვი. კაი რა ჯერ ისადილე და მე და. ო, კაი ახლა. კაი გეყოფა ეხა, ნუ განიცდი შენ. რა, კოკამაც ეგრე იცოდა რა, მოვიდო და ცხვირპირი ჩამოსწირო და მე მივიდოდით და კარგი შედეგები რო იყო, ყველას გვიხარავდა. მე სულ ესე ვარ. რამდენიც არ უნდა ვიმესადინო, საბოლოოდ მაინც სულად ვაბარე. აუ, კარგი რა გეყოფა რა. ვარ იღებს. დაანებე ეხა იქნება ეგ ან ინსტიტუტში ან სამსახურში. კოკა, სად ხარ ამდენ ხან? ვა, ანი როგორ ხარ? კარგად დავწერე გამოცდა.
მე რეკმაყოფილი ხარ? აუ კი, მე მგონი კარგად დავწერე. არ მჯერა. მართლა ინახავ შედეგებს, დამოვლე და ჩამოვალ. არა, არ ჩამოხვიდე. აი ერთ თვეში იქნება პასუხები. ნახოთ და მე სავარაუდოდ ჩამოვალ. ძალიან კარგი, ესე იგი ველოდებით შენი გამოცდის პასუხებს. მეც. შენმა მეგობარმა როგორ დაწერა? ჩაპამ, რავი, კარგად, აი ორივე ჩამოვალ სავარაუდოდ. კარგია, გელოდებით მოკლედ. აი, მიდი კაცნი. კარგად მომიკითხე ყველა. დაკა. არიცი როგორ გაახარებთ, ეხლა თქვენი ჩასვლით. მოგიკითხეთ ყველა. აი, ჭამე შენ უხარ ესე რა. გადაიღო. როგორ მოგწონს? ბოლოა? იმენა სოსო ბოლო მოდა. მაგარია. დიდი მადლობა. სულ კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად იყავი. ვერ გავუკეთებიც ბოლო მოდა თუ რა? მე მეგონა რომ მართლა აჭრედი და აი გული გამისკდა. ხო და იაროს ახლა ეგრე სულელივით. ხო და იაროს. იდიოტი. ისე კი უხდებოდა? მოხედი ბაბა. ეკა მოგიყვანა? ხო. მიდი ხელები დაიბანე. ხო შეჭამ. არა, ვაფშე. რას გაჭმევენ ამ სკოლაში იმდენს რომ სახში აღარ გშივდება? ეკა დაიდემ დაგვიყვანა ჩიზბურგერი საჭმელად. აი ბატონო. ბებო, დედასატარე. სამსახურში. ამდენი ხანი? ბებო, დედა მუშაობს და შეიძლება დააგვიანდეს ხოლმე. მამა ხო მალე ჩამოვა. კი, ბებო, მალე ჩამოვა. მასწავლებელმა გითხრა, მშობლებს ვთხარით, ფორმებზე მიგიყვანონ. კაი, ბებო, ხვალანზე მიგიყვან. და ფულიც იქ გადაიხადონ. კაი, ბებო, გადავიხდი, შენ არი ნერვიულა. მიდი წადი იმეც ადინე ხა. არ მოგსამეცადი. როგორ ქართულმა არაფერი არ მოგცათ ახალი? რაღაცები იქ გავაკეთეთ და ქართულმა არა, იგივე დაგვიტოვა. კაი, მიდი მაშინ თამაშე. ეს შორ ჩავიდე. ეხლა ბებო მარტო. არიან ბავშვები. კაი, მიდი ჩადე. მოიცა ეს ვაშლი წაიღე. მიდი გამომართი. მალე ამოდი ლიზიკო იცოდე. აფიქრები ეს და მალე ამოდი. ხوار დაგაცდიან რა არაფერს. ისმენთ. ხო ბატონო ლეილა, მომბარდიდან კიდე გავთ. დიახ, დიახ. თქვენ ჩვენთან გაქვთ ბეჭედი ჩადებული. ვიცი? კვირის ბოლომდე უნდა დაფაროთ პროცენტი. კარგით, გასაგებია. თუ ვერ დაფარავთ, დავალიანება დაგერიცხებათ თანხის 10%. კარგი გოგონა, კარგი გასაგებია. ნახვამდის. თქვენ ოღონდ ვინმე გაყლიფოთ რა. ესეც დამთავრდა ეს სერიალი.
აი ახლა მომისმინე. სტატიას უნდა გქონდეს სტრუქტურა, გესმის? მოკლედ, მომისმინე. როცა სტატიის წერას იწყებ, რა გიწერია ეს, რა არის აქ? ეს სტატიამდე ჯერ ნიუსზე გეტყვი. 5W-ს პრინციპი იცი რა არის? კი, ვიცი. მადლობა ღმერთს. აი, ნიუსის წერის დროს. ჯერ ხომ თავიდან მნიშვნელოვანს წერა რა. ლაშა ხომ ასეა? კი, მასეა. ხო და როცა ასეთ სტატიას წერ, უნდა ეცადო რომ ლიდი იყოს საინტერესო. ხართ რა დავაშავე. მოკლედ ლიდი უნდა იყოს ისეთი საინტერესო რომ კითხვა მოგინდეს. და ის რაც შენ გიწერია არის ამის საპირისპირო. თან სიმართლეს არ შეესაბამება. აი ახლა ადექი და წადე. ან ეს სტატია თავიდან დაწერე. ან აქ მოსული არ დამინახო. გასაგებია? წადე. გამარჯობა, მე ტატო ვარ, დღეს გესაუბრეთ. მოგზავნით. ვაგისმით. მადლობა რომ ჩვენზე შეაჩერეთ არჩევანი. სხვა ვერსია არც მქონია. ეს უფრო ორმაგად სასიამოვნოა მის მოსმენა. მოკლედ თქვენ ალბათ იცით რომ თქვენი კონკურენტი კომპანიებიც გვეთავენ სტატიებს, საკითხული გექნებათ მათი რეკლამები, საიმიჯო სტატიები. დიახ, რა თქმა უნდა. საქმის კურსში ვარ. ძალიან კარგი, თუ ეს თქვენ ხელს არ გიშლით. არა, არანაირად. მე მაინც გეუბნებით, იმიტომ რომ ვიღაცები ერიდებიან. არ უნდათ ერთად რომ დაიბეჭდოს, ყოველ შემთხვევაში წინასწარ უნდა იცოდეთ. დიახ, არაა პრობლემა. ძალიან კარგი. მოკლედ ტელეფონზე არ მინდოდა ამ საკითხზე ლაპარაკი და მე რჩევნა რომ ესე პირადად გვესაუბროთ. კი ბატონო, გისმენთ. მე და ჩემმა მეგობრებმა, არც თუ ისე დიდი ხანია რაც ეს კომპანია გადავიბარეთ და თავიდანვე ვფიქრობდით რომ რაღაც ამ კუთხით რაღაც ნაბიჯები გადაგვედგა. მოკლედ ჩავთვალოთ რომ ეს იქნება ჩვენი დაწყება, ასე ვთქვათ, ამ ნაბიჯების. კი ბატონო, ესე იგი სტატია, ხო? დიახ, სტატია ჩვენს კომპანიაზე, საქმიანობაზე და ასე შემდეგ. და ინტერვიუ? კი, დირექტორთან ან მოადგილესთან, უფრო მოადგილესთან. კი ბატონო. და როდისთვის გინდათ? რაც მალე მით უკეთესი. კარგი, მე გადავხედავ ჩვენი ჟურნალისტების გრაფიკს და როგორც კი შევადგენთ გრაფიკს, ეგრევე შევდგებით საქმეს. ხო, ჟურნალისტს რაც შეეხება. ძალიან გვინდა რომ ეს სტატია დაწეროს თათია ანთელავამ. თათია? დიახ, თათია. ვეცნობით თქვენს ჟურნალს და წამიკითხავს მისი დაწერილი სტატიებიც და გასაგებია, მაგრამ იცით, თათია ჩვენი ჟურნალისტი არ არის, ფრილანსერია. მაგრამ თათიას დონის ჟურნალისტებიც ყავს და ასე რომ პრობლემა არ იქნება. ბატონო გია, პირდაპირ გეტყვით. ჩვენი თანამშრომლობა არ შედგება თუ ამ სტატიას არ დაწერს თათია. კი ბატონო, მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. თუ დაწერს, დაწეროს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, იმიტომ რომ მხოლოდ ისეთ თემებს კიდებს ხელს, რომელიც თვითონ მოწონს. ხო და თუ დაინტერესებთ, თანხა არ იქნება პრობლემა. არ ვიცი, მე შევეცდები წესით თხოვნაზე უარი არ უნდა მითხრას. ძალიან კარგი, თქვენი იმედი მაქვს მაშინ. ვეცდები. ყველანაირად ვეცდები. კარგად სამგებლობთ.
აუ დღეს მანჩო მაინჩემა კოოპერატიული მოვაწყავთო და არავის არ უნდა და დარჩენა. და შენ მაინც დარჩი? აუ ხო, რა შემეცადა, მაგრამ მე არ გეწოდები? შენ არა. კაი, მაცადე ხა. შევრიგდით? გერგო მივეჩვია შენ სანამ აქციელებს. დეგო, პირდები რომ ბოლოჯერ მოხდა ესეც რაღაც. აუ, იცი როგორ მინდა, რა შენ დაღილობაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიყო. ხარ, დეგო, ხარ. აბა რა მინდა? აი, იმიტომ მოხვედი ესეთი დაღლილი, ხო? ნუ ახლა დაღლილი ვარ კი. ესე იგი შევრიგდით. აჰა, ხო. ძალიან კარგი. რა მინდოდა მეთქვა. ხოლ შემიძლია day off-ის არ. რატო? ნუ, ვიფიქრე სადმე ხوار წასულიყავით თქო დასვენებლად. მართლა? ხო რა. რა მაგარია. სად? იცი რა ვიფიქრე, ეხლა მაინც ძალიან ცხელა და სადმე თაში ხوار წასულიყავით. მაგარია. მე წავიღებ day off-ს. აუ, არა, მთაში არა, გეხოცები ხო იცი რა ზღვაზე გიჟდები. დეგო, ზღვა კარგია, მაგრამ დიდი დრო ჭირდება რა, ჯერ გზას, თან იქ ძალიან ბევრი ხალხი იქნება ჩვენიცადაც დაღლილები და უფრო უარესად დავიყრებით. მთაში ვერ მივიღებ ზაგარს. კაი რა, მთაში რო ზაგარს იღებენ, ეგეთი უნდა. რა, სადმე ყაზბეგში, მაგალითად. გიო, ყაზბეგში ცივა. ნუ ეხა ეგეთი რა ცივა. არ მინდა ცივა მანდ. კახეთში? აუ, ძალიან მაგარი იდეა. ჩემი და ქალი ჩამოვიდა 2 დღის წინ და გაგიჟებული ესეთ მაგარ სასტუმროში იყო ლინკი მომცა, ეხლა ეგ განახებ მოიცა. ნახე? ეს არის? აუ, ხო, იცი რა მაგარია ნახე. აუ, ვიცი ეს სასტუმრო. ნამყოფი ხარ? კი, ძალიან კაი სასტუმრო. აუ, პროსტ შეხედე, 2 ბასეინია. და ძალიან ბევრი გასართობებია. ძალიან მაგრად რა მაგარია. მანახე აბა ნომერი. აი, კონტაქტებში ნახოთ მოიცა. აუ, რა მაგარია. ძალიან მიხარია. სოტე. ხო, მე ვარ დედა. მოხდი. როგორ ხარ? მარტო იყავი სახში? შენ სად იყავი? მე ტურისტები ვიყავ და პოლონელები ჯგუფი ცხეთაში. დედა, მე მგონი იწვევა. წარმოიდგინე მთელი ოჯახი იყვნენ რა, სიგიჟე იყო რა. დედა. დაიწყო, დედა, დაიწყო. აუ, კიდე დაასვენ. რა არის ეხა ეს რა? აი, გამოგივიდა. მოდი, არა უშო. სუნები ვიყო. მოდი. დაჯექი. კარგი, მოიცა რაღაცა სხვა. მოდი, დაჯექი, გიხვეწები და წამალი დაგიე დღეს? დაბლიე. საღამოსი? არ დამილებია. მთელი დღის ფიერი ხარ რა, დავიწყე რაღაცა ისე რაღაცა. არა უშო. შენ არ ნერვიულო მოგეძე? გაგიკეთებ რა რაღაცას რა? იჯექი, მე თვითონ გავაკეთებ, ესენი გამომრთვი. მე გავაკეთებ, შენ მიკანახი, კაი? აი, ჩემი საჭვალიც ვიპოვე. კიდე რეები მინდა? ნუ, მაშინ გინდა ჯამი, კონკანის თავზე დევს. ჯამი. ჩანგალი. ვარე მარილით წამოიღე. ორი დაჭერი. დაჭერი ციტოვე, ესეც ეს. არის შეფ. ეხა ათქვიფე ეს ყველაფერი. რატო გამინდა შეტელეფონი, იქნებ რის თქმა მინდა. ზუსტად ერთ დღეში იგივე საკეთე. თავს ბედნიერად გზნობ ხათრა. არა. ძალიან კარგად მუშაობს წყლის სისტემა. თქვენ ალბათ აივანი ნახეთ გარედან, მაგრამ მე თუ სურვილი გექნებათ, ავიდეს და გაჩვენებთ როგორი არაჩვეულებრივი ხედი იშლება. უნდა იყიდეა? აბა რა სიზავე. ხო და ეკაშვილო, უნდა გავყიდო ხა ეს ბეჭედი. შენ ხო ძალიან მოგწონს. ძალიან გამიხარდება შენ თუ იყიდი. არა, ლეილა დეიდა, რას ამბობთ? და გაიცანი ეს არის. ელენა, სუგარი, ამადი, ანტი. სასიამოვნოა. ჩვენთვისაც